ბიბლიაში ის თუ არის აუცილებლად არ უნდა დავტოვოთ. შემდეგ ორი თითი ნახე შენ აქვს პირის ღრუში ვესტიბულური და ორალური მხრიდან და კბილი რო ამოიღეთ ხო გავთიშე თავიდან იმოგისგან და ეს კბილბუდე ბავშვებო აი ესე გადაშლილია და ესე თუ დატოვებ ესევე დაგრჩება მე შეხორცების პროცესი თავდება და როცა გინდა რომ აქ ხიდი გააკეთო რამე ჩაისო მიხდი არ არის ფორმა ალვეოლური მორჩზე უკვე მისაღები ამიტომ ესე ხო არის გადაშლილი შევიტან ორთით ცერას და საჩვენებელ თითებს ვესტიბულური და ორალური მხრიდან და ვეცდები რომ მაქსიმალურად ბოლომდე კი ვერ მიიტანთ ეგ ცლოვანი ნაწი კედლებიცაა უკვე ხო აი ესე ერთმანეთისკენ აი ესე მაქსიმალურად მივაახლოვებ გასაგებია? ანუ ხედავთ? კი. არ დატოვოთ გადაშლილი. ოღონდ ბოლომდე ვერ მივა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ძლოვან კედლებს მიიტან ბოლომდე ერთმანეთთან ვერა. ანუ მაქსიმალურად მივაახლოვებ. ეხლა უნდა დავამუშაო ჭრილობა. თქვათ სისხლდენა რო გავაჩერო თავიდან, შემიძლია რა ქვია ფილთათი ხო? წყალბადით ცოტათი ამორეცხავს ამ ჭრილობას. კარგად დავაკვირდები კიდევ რამე არ იყოს უცხო სხეულივით დარჩენილი, ანუ გულისხმობ კბილის და ფესვის ნახევრებს, მაგრამ თუ ბორმანქანა ვიხმარი ის კიდე სხვა არის და დავწმუნდი რომ არაფერი არ არის ჭრილობა სუფთაა. აუცილებელი არის ჭრილობაში თავიდან ეს ხო არის მცირედ სისხლდენი. ამისი არ უნდა შეგეშინდეს. ეხლა სისხლის კონტი უნდა ჩადგეს ჭრილობაში. ანუ რას ნიშნავს ის სისხლი რომელიც ჟონავს და შედედდეს, ანუ კოლტი ხო ვიცით რაც არის. და აი ამ ამოღებულ კბილბუდეში კოლტი აუცილებელია, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კოლტი იცავს ჭრილობას დაინფიცირებისგან. ეს სისხლის კოლტი მერე გარდაიქმნება ფიბროზულ ქსოვილად, გრანულაციურ ქსოვილად. გასაგებია ეს კოლტი, ანუ განიცდის შემდგომ განვითარების ეტაპზე ფიბროზული გრანულაციურ ქსოვილად და ის ამოივსება თანდათან, ხო ეს კბილბუდე. ზოგადად ამოღებული კბილბუდე დროთა განმავლობაში აქ ალვეოლური მორჩი გინახავთ, რას იზავს? ატროფიას განიცდის თანდათან, ანუ სიმაღლეშიც უფრო იკლებს ვიდრე ჩვეულებრივ სხვა კბილებთან ალვეოლური მორჩი და უფრო თხელი ხდება. ეხლა რაც შეეხება თუ კოლტი არ წარმოიქმნა, მშრალი ექსტრაქციას ვეძახით. და ასეთ პაციენტს გავუშვებ, ჩვენ გართულებებს ვავხსნით, მიხვდებით, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია აკანთება რომ განვითარდეს. გასაგებია? ამიტომ არის ხოლმე ვაკვირდები სანამ გავუშვებ 20 წუთი, 15 წუთი ხო ზის და ჩავხედავ, არ არის თქვათ კოლტი და რა გავაკეთოთ ეხლა? მე შემიძლია ავიღო რასპატორი, მაგალითად, უფრო საკფატორი საკმარისია, თქვათ ელევატორიც შემიძლია და რას ვიზავიცი, ამოღებულ კბილბუდეს ზედა ავტომატურად ნახე შევიტან ერთ კიდეზე და მინდა რომ გავხსნით. არა, კი არაფერს არ გავხსნით, ძლოვან კედლებზე აი ესე ცოტა ძალით მოვუსმევ, რომ გავაღიზიანო და წამოვიდეს სისხლი. მიხვდით? გავიგეთ თუ არა? აი ქვედა ხვა მაგალითად ამ შუბაკ შევიტან ესე ერთ მხარეს ვესტიბულურად სვალზე ესე მეორე მხარესაც არავის შეგიძლია ელევატორით, მაგრამ ელევატორით რამე არ გავხსნიო. მაგრად არ უნდა დააწვია ესე. მიხვდით? და წამოვა და იწყებს სისხლი მიჯონებას და ვაკვირდები რომ კოლტი ჩამოყალიბდეს, ანუ კოლტი ასრულებს ბიოლოგიური ნახვევის როლს. მიხვდით? ნახვევები კი არ დავადე, ბიოლოგიური ნახვევის როლს ასრულებს კოლტი იცავს ინფიცირებისგან. ეხლა რა თქმა უნდა შეგიძლიათ დავუნიშნოთ ტკივილ გამაყუჩებელი ანესთეზია რო გაივლის და რა უნდა დავუნიშნოთ პირის ღრუს სავლები. ეხლა ბავშვებო სავლები არ ინიშნება, აი თქვა დღეს ამოუღე ხო? აი თქვა პირველი წუთებია. ვიტყვი რომ ან გვიან ღამით, ან მეორე დღიდან დაიწყოს სავლების გამოვლება. მაგალითად, სოდიანი სავლები საჭმელისო და გვირილა, რომელი ანტისეპტიკის გინდა, ოღონდ ეს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, არ უნდა იყოს ცხელი. და ვაფრთხილებთ რომ ექსტრაქციიდან 2 საათის განმავლობაში არ მიიღოს საკვები,
ну აქეთ მთუნეთეს ხო? აქეთაც მაინც მოხდება ნარჩენ საკვები, ცივი და ცხელი, ჩაი, ყავა, საჭმელი არ აქვს შენობა. გასაგებია? იმიტომ რომ ცხელიან ცივი, რაღაც წყალი, ასმელის უერთია. ან სავლები, იმ დღეს ვერატო აღნიშნავ, შეიძლება ამ ყველაფერმა მოწყვიტოს კოლტი. მიხვდი? დროზე ადრე. კოლს მესამე დღიდან იწყებს ფიბრინიზაციას, გრანულაციურ ქსოვილად გარდაქმნას და იმ დღესვე თუ ეს ცივი, ცხელი, საკვებიან, სასმელი მიიღო, ან გამოვლება დაიწყო, რა მოხდება, ესე იგი, კოლტის ნაადრევი მოწყვეტა და უკვე ინფიცირების ძალიან დიდი ალბათობაა. ასევე ვაფრთხილებთ, რომ კოლტი მექანიკურად არ მოწყვიტოს. ანუ ზოგს თუ არ გააფრთხილეთ, თითით დაიწყებს მოსინჯვას სახში გარეთ. მიხვდით? ამას ქვია მექანიკური, არ დალია ცივი, ცხელი, მაგრამ თითით რა ვიცი, მოსინჯა და შეიძლება კოლტი მოწყდეს. ეს ერთინა, ნორმალურად, როდესაც ჩავთვალეთ ეს ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში, რაც გავაკეთებ. ეხლა რომელი ვარიანტი განვიხილოთ, იცი, მე გითხარით, როცა კოლტი არ ჩამოყალიბდა და გავაღიზიანე კედლები ორივე მხრივად ინსტრუმენტით. მაგრამ ეხლა ნახეთ პირიქით ვთქვათ, ამოვიღე კბილი და ზომიერი სისხლდენა ხო ახლავს, მაგრამ არ დედდება სისხლი. არ ცხდება სისხლდენა. გასაგებია. ამიტომ არ უნდა გაუშვა უცებ, ხომ და დააკვირდე პირიქით შეწყდა კოლტია თუ არა გაქვს. ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, რომ ეს სისხლდენა შევაჩეროთ. მაგალითად, ანუ იმიტომ რომ 15 წუთში დაახლოებით უნდა შეწყვეტილი იყოს. ანუ აღარ უნდა იფარებოდეს იქ სისხლით, ის ოდნავ ნირწყვშია, იქ სხვა რაღაცა, იგი თავიდან მოხდება ნირწყვში. რას ვაკეთებთ? სხვადასხვა საშუალება. ერთი, მაგალითად, მშრალი, რა ქვია, ლილვაკები, მარილის, ბამბაკი არა, მარილის, რამდენიმეს ერთად მოვუთავსებ და ვეტყვი, რომ ესე დააჭიროს 10 წუთი მაინც. ერთი ვარიანტი და დავაკვირდი თუ შეწყდა, თუ არ შეწყდა, კი ბატონო, არ შეწყდა. შემდეგი ვარიანტი, რით შემიძლია გავაჭერო. ასევე ავიღებ ლილვაკს, მარლის და წყალბადის 100%-იან ზეჟაკში გავშხინთავ. წყალბადი არის სისხლდენის შემაჩერებელიც. როგორც ანტისეპტიკია, რო გინდა რამე ჭირვებაში დაანცხრა, გამორიცხო და ამუშაო. ასევე სისხლდენას აჭერებს და ის სახში მაგალითად გაგეჭრა ხელი რაღაცა, წყალბადი თუ გაქვს და ჩაისხამ ლილვაკით თუ ისე სისხლდენას გააჩერებს. სისწრაფით თუ არ არის მაგისტრალური. ანუ ლილვაკი, რომელიც გავშრინთეთ წყალბადში, მოუთავსებ ამოღებულ კბილბუდეში, არ შეგეშიდეთ იმან იცის ამოქაფდება. ამიტომ იმას გავწნი და გვერდებზე ახლა რო არ გადაყლაპოს ლიანაფერს უდავს, მაგრამ დისკომფორტია პაციენტისთვის. აქ მოვათავსე ეს ლილვაკი და რო ამოქაფთასავით გვერდებზე ყველგან მშრალი ლილვაკით გაუწმინდეთ ელემენტარულ გეოლოგით და ამ წყალბადიას ზემოდან მშრალი ლილვაკებით დავადე. მიხვდით, რომ ეს ნაკლებად გადაუვიდეს თქვა ხახაში და ასე შემდეგ და აქაც ვეუბნები, რომ ცოტა ხანი დააჭიროს ზედა კბილები. ეს მეორე ვარიანტი. შეიძლება ესე გავაჩეროთ სისხლდენა. შემდეგი ვარიანტი. ძალიან კარგი არის ჰემოსტაზური ღრუბელი ქვია. ეს როგორი რაღაცაა, იცით ბავშვებო, სტერილურებია, ესეთი როგორც საკერავი ნემსებია სტერილურად. ეს არის ჰემოსტაზური ღრუბელი სამედიცინო ის არის. გუბკა ხო გინახავთ? ღრუბელია ქართულად, გუბკა, ამიტომ ანუ იგივეა, რაც ღრუბელს გავს, დიახ, შეგიძლია რამხელა ზომაწი და მოჭრა და მოათავსო ჰემოსტაზური, რატო ქვია? ჰემოსტაზი. სისხლდენას აჩერებსო, ჰემოდინამიკა, და ჩადოთ და ის თვითონვე აჩერებს სისხლდენას და მაგრამ თვითონ იწოვება მას, ამოღება არ სჭირდება. შემდეგი ვარიანტი ვთქვათ, არ აქვს ჰემოსტაზური ღრუბელი, მოდი ესე ვთქვათ, ან თავიდანვე ლილვაკით არ გაჩერდა წყალბადით და კიდე რა შეგიძლია გააკეთო. მე შემიძლია დავადო ნაკერი, ღრმა ნაკერს ვეძახი, აქ ზაფი და განახები. კანის კელვას ვასწავლები პლასტიკურ ნაკერებს მეხუთე კურსს და ამიტომ ეს არის წვრილი ნემსი და წვრილი ზაფი. ესეც არ ავიღებ ეხა პირში რო ვადებდე კბილბუდეს. რატო იცით?
ეს არის 4-0 ძაფი, რომელიც წვრილია. 4-0 ძაფი. ხო, აი მაგალითად 3-0, 3-0, 2-0, უფრო მსხვილს ავიღებ, თან ნემსიც მსხვილი აქვს ცოტა იმის, რაც უფრო წვრილია, ძაფი უფრო წვრილი ნემსი აქვს, მაგრამ კანისთვის ყოველთვის ხმარობთ 4-0, 5-0, 6-0 და ძალიან წვრილი ნემსები აქვს. და ეს პირისხმში კრილბუდეზე შევაუცებ გაგიტყდეს ან ადგილას ვერ გაატარო. მე პრინციპს შეუბნები ხა თორე საკერავმას შეარჩი და ამოღებულ კრილბუდეში, თქვათ, ამოღებულ პრინციპი არის კრილბუდეში. ნახეთ გერმანაკერი რატო ქვია იც და რატო მინდა უფრო მსხვილი ნემს იცი, ნახეთ, აი ესე გავატარებ. ნახეთ უბრალოდ რომ თქვენ კერვას მე ისწავლით, ოღონდ კანის და მე ხა მინდა კბილბუდეზე გასწავლოთ. მომეცი მაგ პინცეტი იყო. აი არ მინდა გავატარი, არ მინდა იყოს. მიხვდით რას ვაკეთებ ახლა? კბილბუდეს ვესტიბულურ მხარეს და ორალურ მხარეს ამ გავატარებ ნემს და ნახე ესეც კი არ გადის, წვრილია ძალიან ეს ნემსი და არ არის პირისხმის შესაკენი. ღრმა რას ქვია, ნახეთ? ღრმანაკერი, ნახეთ რას ქვია? კი. სიღრმეში ამოუყარე. აბატონო. დამიჭირე ერთოს ქვედა ხვა? შენ დამიჭირე იმ ხერხულათა. მოდი, ესე დამიჭირე და უბრალოდ ეხა თქვენ ეს არ გევალებათ როგორ დაადებ, მაგრამ აი ესე. დავადეთ ნაკერი, ნაკერი თქვენ არ გევალებათ, ნაკერს არ გითხავთ როგორ დაადებო. და ნუ მაქსიმალურად რას ვიზავ, ერთმანეთთან მივიდათ. ბოლომდე არ მივა ეს. მიხვდით? ანუ მაქსიმალურად რა მივაჭყლიდე? კაპილარები. აქ არტერიული სისხლდენა კი არა გაქვს. კაპილარულია დიახ. თუ გინდა ორი დაადე, თუ ერთმა ნახე რომ გააჩერა საკმარისია, დაადებ ლილვაქს, შრალ ლილვაქს და გავუშვებ. ის ერთი რაღაცა. კეტკუტი ჯობია, უხე კეტკუტი რას იზავს, იცი გაიწოვება. თუ არა კეტკუტი, მაშინ ესე კანისაკერი ძაფით, ოღონდ იმას მოხსნი. მოხსნე თათქეში დაიბარება. 10 დღე არ უნდა. უნდა ძალიან ერთი კვირა ყოფნის. 10 დღე არ უნდა. ამას ერთი კვირაც არ უნდა, შულო, იცი რატო? აქ შენ ხომ უბრალოდ დადი კაპილარები რომ მიგეჭყლიდა, თორე ეს რამე სხვა ფუნქცია არ აქვს, ეს მეორე დღეს თუ დაიბარებ, ჩახედო, იმ დღესვე შეგიძლია მოხსნა, მეორე დღესვე შეგიძლია, იმიტომ რომ ამას სხვა ფუნქცია არ აქვს. ამ ნაკერს შერაც გინდო და ის შეასრულა ის მოვალეობა. გასაგებია? ანუ ესეც შეგვიძლია გამოვიყენოთ რისთვის სისხლდენის შესაჩერებლად. კარგით. ნუ თუ ახლა იქ ჩირქოვანი ანთებითი პროცესი იყო, თქვათ კბილზე დაავადებებზე რო გადავალთ, მაშინ ანტიბიოტიკსაც დავნიშნავ, მაგრამ თუ არ გქონდა და ექსტრაქციის დროს ამოიღეთ კბილი, რომელზეც ჩირქოვანი ანთება არ იყო, მაშინ ანტიბიოტიკს არ წესით არ ინიშნება. ეხლა როგორ გითხრათ, კლასიკურად რო აიღოთ სახელმძღვანელოებში რო წაიკითხოთ თქვენ რომ იცოდეთ სტუდენტები ხართ, ნახეთ, ანტიბიოტიკი არ ინიშნება თუ არ არის იქ ანთება. ჩირქოვანი პროცესი. ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საჭიროების მიხედვით, ინიშნება პირისხმის სწავლები. ის გითხარით საკვები როდის არ, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე თქვათ, რომ დამინიშნავს პროფილაქტიკისთვისაც. შევაფასებ პაციენტის პირისხმის მდგომარეობა და თვითონ პაციენტი მიხვდით. ზოგი არის ერთად გამოივლოს, შენ კი არ გევალება რომ აკონტროლო, შენი ბრალი არ არის, მაგრამ ზოგჯერ არის ისე რა, როგორც ექიმებს გეტყვით, რომ თუ საჭიროდ ჩამითვლია, ვთქვათ, პროფილაქტიკისთვის ცოტა სუსტი ანტიბიოტიკიც დამინიშნია, ვთქვათ, 3 დღე, რომ იქ რაღაცა დაინფიცირების შანსი თუ ჩავთვალე რომ მიტიან რაღაცა, მაგრამ წესით ანთება თუ არ არის ჩირქოვანი პროცესი, ანტიბიოტიკი თქვენ ესე იცოდეთ რომ არ. თუ ახლა ექიმი ხარ და შეხედო რომ პაციენტის პირისხმის და პაციენტის შეაფასე და ფიქრობ რომ მოდი დავნიშნავ არ მოხდეს დაინფიცირება და რაღაცა, მაშინ დავნიშნე, მაგის არაფერი ისეთი არ დაემართება. გავიგეთ ის ჭრილობის მოვლა? ნემსაცეში ძალიან კარგად წერია ჭრილობის მოვლა, ამიტომ როგორ გითხრათ, გულდასმით წაიკითხეთ. მე ვადებს ვიკითხავ, არ ვასახელებ შეგნებულად ვადებს. რამდენ ხანში